პარლამენტის შენობასთან წარმომადგენლობითი სახალხო კრება დასრულდა და მოძრაობაც აღდგენილია დაშლის შესახებ კრების საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილება. სახალხო კრების მონაწილე რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა. სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრის რეჟისორ რეზო ესაძის თქმით, დღევანდელ კრებაში 15,000 დელეგატი მონაწილეობდა, რომლებიც 850,000 ადამიანს წარმოადგენდნენ. რა მდგომარეობა ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე ისაუბრებს. ანა, მოგესალმები, რა გადაწყვეტილება მიიღეს ლიდერებმა? მაკა, როგორც უკვე აღნიშნე, შენ გზა გაიხსნა და მოძრაობა აღდგენელია რუსთაველის გამზირზე, თუმცა ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან და პირველ საჯარო სკოლასთან ჯერ კიდევ რჩებიან აქციის მონაწილეები. პირველ სკოლასთან შეკრებილი არიან ეროვნული ფორუმის მხარდამჭერები და ისინი ელოდებიან საკუთარი ლიდერების მოსვლას, რომ მერე მიიღონ გადაწყვეტილება დაიშლებიან თუ კვლავ გააგრძელებენ აქციას. რაც შეეხება სახალხო კრების საბოლოო გადაწყვეტილებას, სახალხო კრება 2 საათნახევრიანი გამოსვლებისა და განცხადებების შემდეგ გამოცხადდა დასრულებულად. ლიდერებმა ხალხს დაშლისკენ უწოდეს, მათ აღნიშნეს, რომ დღეს არ იყო ხალხის საჭირო რაოდენობა მოსული პარლამენტთან, რომ მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება და შემდეგ მათ სამოქმედო გეგმას მიყოლოდნენ. შესაბამისად ისინი ვერ აიღებდნენ პასუხისმგებლობას იმ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებაც მათ მოუწევდათ, რადგან ხალხს სურდა კონკრეტული ქმედებების განხორციელება. 2 საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, კრება დაიშალა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოცხადება ქვეყანაში საერთო ეროვნული დაუმორჩილებლობა, რეგიონებში შეიქმნება სპეციალური კომიტეტები, რომლებიც ხალხისა და საზოგადოების პროტესტს უფრო ორგანიზებულად და უფრო მასშტაბურად მოამზადებენ. ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კრება არის ბრძოლის დასაწყისი. თუ იქნებოდა გაცილებით მეტი რაოდენობა ადამიანებისა, ჩვენ მზად ვიყავით, რომ მოქმედება დღესვე დაგვეწყო. დღეს იყო საჭირო კრების ჩატარებისათვის 12,500 ადამიანი, თუმცა მოვიდა 12,500 ადამიანზე ორჯერ მეტი. კრების გადაწყვეტილების მიღებისათვის და კრების ლეგიტიმურობისათვის ეს არის საკმარისზე ორჯერ უფრო მეტი, მაგრამ რაც შეეხება მოქმედებებს, იმისათვის რომ მოქმედებები დაიწყოს, დღეს დაწყებული ბრძოლა ამ ხელისუფლების დემონტაჟის გაგრძელდეს. მიზანი იყო კრების ჩატარება და მე გამოვაცხადე პირდაპირ უთხრა თქვი, რომ ჩვენ ეს არის ძალიან თქვენ ამ რაოდენობის ხალხი და ამ მასშტაბის ღონისძიება გახსოვთ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარდა ამხელა ღონისძიება, ამხელა კრება, ესეთი სერიოზული დოკუმენტები იქნა მიღებული. თუ მოვიდოდა რაღაც კრიტიკული მასა, ჩვენ მზად ვიყავით მოქმედებებისათვის და ეხლა რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს გაცილებით მეტი სამუშაოს ჩატარება, გაცილებით მეტი შრომა, გაცილებით მეტი გარჯა და ჩვენ ისევ მივალთ იმ წერტილამდე ძალიან ახლო მომავალში, როდესაც აქ შეიკრიბება უზარმაზარი რაოდენობის ხალხი და ჩვენ რა თქმა უნდა ხალხთან ერთად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ყველა რაიონში, ყველა უბანში შეიქმნება დაუმორჩილებლობის საბჭო. აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას გავუწევს კოორდინაციას საქართველოს ტერიტორიაზე დაუმორჩილებლობის კომიტეტებს და გამოცხადდება დრო, როდესაც იქნება სრული მობილიზება, დღეიდან იწყება ეს უცხოეთად ეს პროცესი. სახალხო კრების ლიდერებმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავარი მიზანი შესრულდა, სახალხო კრება შედგა და მას მიეცა ხალხის ლეგიტიმაცია, ხალხის უნდობა გადაეცა და ეს ჯგუფი სწორედ ხალხის სახელით ისაუბრებს დღეიდან. თუმცა საზოგადოება მაინც უკმაყოფილო დარჩა პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილების, ისინი ნაწილი უფრო მეცელოდა ამ დღევანდელი შეკრებიდან, ნაწილისთვის კი სრულიად გასაგები იყო ის მიზანი და დანიშნულება დღევანდელი შეკრების. კრება ჩატარდა, შედგა, ხალხი იყო. ველით კიდევ უფრო მეც. ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ დღეს უნდა დაგვემთავრებინა ყველაფერი. მართალია ეხლა დღეს იწყება, თქვენს რომ დღეს იწყებაო და რაღაც, მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, მარტო მე კი არა, ბევრი ჩემი ამხანაგები. აღარ შეიძლება უკვე ამ მთავრობის მოთმენა. პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ისინი უკვე უფრო მასშტაბური და ორგანიზებული პროტესტის მომზადებას დაიწყებენ, გავლენ რეგიონებში აქტიურად იმუშავებენ, რომ საზოგადოებამდე უფრო უკეთ მიიტანონ საკუთარი სათქმელი, თუმცა მათ კონკრეტულ თარიღებზე საუბარი უჭირთ, როდის გამოიკვეთება, როდის შეიკრიბებიან ისევ პარლამენტის შენობასთან, უბრალოდ ამბობენ იმას, რომ ხალხთან შეხვედრის უშუალო გასაუბრების შემდეგ და ხალხიდან წამოსული დაკვეთის შემდეგ ისინი გამოაცხადებენ თარიღს, როდესაც პარლამენტის შენობასთან უფრო მეტი ხალხის მობილიზებას და საზოგადოების მოყვანა შეძლებენ, ვიდრე ეს დღევანდელ შეხვედრაზე მოახერხეს. მადლობა ანა, რუსთაველის გამზირიდან ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე საუბრობდა.